მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა მოვხსოვო თქვენთან ერთად აი ესეთი შესანიშნავი, ძალიან ლამაზი, ძალიან თბილი ქუდი. ესეთი არის სიგრძეში, ასეთი გადაკეცვით, ძალიან ლამაზი ნაკსოვია, ორმხრივი ნაკსოვია, იქითაც იგივეა, აქეთაც იგივეა. და ეს დაუმაგრე, რომ ხელით ნაკსოვია. არის მოქსოვილი 57 თავის გარშემოწერილობაზე, 50-მეც გაკაჩავს. 56, 55 და ძალიან მომწონს. ძალიან თბილია ყოველ შემთხვევაში და მოდი დავიწყოთ მაშინ ქსოვა. ესე იგი, ავიღე 100 გრამი 155 მეტრზე აიდას ძაფი. აი აქ წერია ეს. ნომერი არის, ფერის ნომერი არის 222. შეგიძლიათ აიღოთ 100 გრამი 100 გრამი 200 მეტრზეც, ეს ცოტა ბეჟი ფერში გადის, ეს ნაცრისფერში მიდის. უნდა ავიღოთ ესეთი ციფრი, რომელიც 4 ნომერი ჭხირი დაგჭირდება. უნდა ავიღოთ, აი ეს არის 4 ნომერი ჭხირია და თან არის 40 სანტიმეტრი, აი ეს მავთული. ესე იგი, უნდა ავიღოთ 72 თვალი. 73 ერთი თვალი შეკვისას იმას იზავს, რა ქვია, ჩაიკარგება და რისი თქმა მინდა, ხო ისეთ რიცხვი უნდა აიღოთ, რომელიც იყოფა 4-ზე, იმიტომ რომ რელიეფი შედგება 4 თვლისგან. და ვიდეო მიდევს, სადაც უნდა გამოთვალოთ, რამდენი თვალი დაგვჭირდება ამა თუ იმ სანტიმეტრის მიხედვით. მოდით ავიღოთ. ჩვეულებრივ სტანდარტულად უნდა ავიღოთ. და აი ხა შეწრეს როგორ ვკრავთ. ესენი უნდა ზოლები იყოს ყველა შიგნით, არ უნდა იყოს აი ეს დახვეული. გადმოვიტანოთ ერთი აქეთ, წრეს ვკრავთ. შემდეგ აქეთ გადმოვიტანოთ აქეთ. ესე და ეს გადავაგდოთ, აი ესე, ეს მოვჭიმოთ. ეს უკან გადავაგდოთ. ესე მოვჭიმოთ. ეხა აი ამას გადმოვატრიალებ და დავიწყებთ ქსოვას ესე, შემოbrunებულად, იმიტომ რომ მე ეს ქუდი ხო გადადის, ესე იკეცება, გადასაკეცია და ცუდად რომ ეს ნაწნავი უკუღმა რო არ ჩანდეს, ესე დავიჭიროთ. ესე მოვჭიმოთ. მარკერი ავიღოთ. დავამაგროთ და რელიეფი 4 თვლისგან შედგება და როგორ ქსოვთ ეხა ამას. 3 წაღმა მოგქსოვოთ. 1 2 3 და მეოთხე თვალი წინ გადმოვაგდოთ ძაფი, შევძრეთ აი ამ თვალში, შევძრეთ და უბრალოდ გადავიტანოთ ქსოვის გარეშე. ძაფი ჩვენსკენ რო იყოს. ეხლა ისევ წაღმას ქსოვთ 3-ს. 1 2 3 ძაფს წინ წამოვიღებთ, თვალში შევალთ და უბრალოდ გადავიტანთ ქსოვის გარეშე. ეს ძაფი ისევ გადავაგდოთ. ისევ 1 2 3 ძაფი გადმოგვაქვს წინ, ესე გადაგვაქვს, ისევ 1 2 3 გადმოგვაქვს წინ და ძაფი გადაგვაქვს ქსოვის გარეშე და აი ესე გავაგრძელოთ მარკერამდე მოვიდეთ. აი აქამდე მოვქსოვოთ ამ პრინციპით. აი მოვედი ბოლოში 4 თვალი გადამჭრა გასაკეთებელი. ესე იგი 1 2 3 და მეოთხე აქეთ გადმოგვაქვს და უბრალოდ გადაგვაქვს, ხო? მოვიდა მარკერი. მეორე რიგი იწყება, სულ 2 რიგისგან შედგება. მეორე რიგში პირველი უკუღმა. უკუღმა. პირველი. უყურეთ, ეხლა უკვე გადაგვაქვს კიდე თვალი. ოღონდ ძაფი წერან ამ შემთხვევაში ხო ასე გვედო. ეხლა ესე გვიდევს იქით და გადაგვაქვს უბრალოდ აი ესე, გადავიტანეთ და 3 უკუღმა. 1 2 3 ისევ ძაფი გადავიტანეთ იქით, გადაგვაქვს თვალი, ეს არის მეოთხე, ანუ
რელიეფი 4 თვის გახვა შედგება. ესე იგი, გადმოვიტანეთ ისევ 3 უკუღმა 1 2 3 თვალი გადაგვაქვს იქით და ეს უბრალოდ გადაგვაქვს. ისევ გადმოვიტანეთ აქეთ 3 უკუღმა 1 2 3 ძაფი გადავიტანეთ და თვალი გადაგვაქვს. всё, ესე იგი, იგივე ხდება, უბრალოდ მეორე რიგში პირველი თვალი უკუღმით იწყება. ხოლო ეს არის ცვლილება, რომ უკუღმით დავიწყებთ, მერე გადაგვაქვს, აი ეს მეორე თვალი გადაგვაქვს, თვლის ქსოვის გარეშე და მერე უკვე 3 უკუღმა ერთი თვალი მოქსოვის გარეშე გადმოვიტანოთ. всё, ასე მეორდება. ახლა მივალ მარკერამდე ესეთი ქსოვით, ანუ 3 უკუღმა 1 2 3 გადავიტანეთ ძაფი, თვალი გადავიტანეთ ქსოვის გარეშე, გადმოვიტანეთ ისევ 1 2 3 ესე. ახლა აქ რომ მოვალ ორი თვალი დამრჩება, მოვიდეთ და განახებთ ახლა რას გულისხმობ. აი მოვიდით თითქმის ბოლოში. ესე იგი 1 2 3 ძაფი გადავიტანეთ და ორი თვალი დარგვჩა. აი ორი თვალი. ამასაც მოვხსოვთ უკუღმა 1 2 გადმოვიტანეთ მარკერი, დაიწყო მესამე რიგი და ანუ როგორც პირველი მოვხსოვთ, ისე უნდა მოვხსოვოთ 3 წაღმა 1 პირველი რიგი როგორც მოვხსოვეთ, ისე ვხსოვთ 2 3 და რა ვქენით მაშინ გადმოვიტანეთ ძაფი და გადავიტანეთ ძაფი, ხო? აი ესე ვქენით. ნახეთ, იქიდანაც წაღმები რჩება, აი მე უფრო გამოჩნდება. ზუსტად იგივეს ვაკეთებთ, როგორც პირველ რიგს ვხსოვდით. და შემდეგი რიგი ზუსტად ისე იქნება, როგორც მეორე რიგს ვხსოვდით. 3 წაღმა, ნუ ვაგრძელებთ. 2 3 გადმოვიტანეთ, ავიღეთ და გადავიტანეთ. 1 2 3 ძაფი გადმოვიტანეთ, ჩავყავით და უბრალოდ გადავიტანეთ ქსოვის გარეშე. აი ესე მოვხსოვოთ. იგივე მხოლოდ ეს ორი რიგი ვიმეოროთ. აჰა, ახლა გადმოტანეს დრო, რომ ეს გადავიტანოთ. მოვხსოვოთ ჩვენ სასურველ სიმაღლეზე, დაგიბრუნდებით, გეტყვით რამდენი სანტიმეტრით ავედი მაღლა, ყველაფერს გეტყვით აბსოლუტურად მოვხსოვეთ. მოკლედ, მოვხსოვეთ ჩვენთვის სასურველი სიმაღლის ქუდი. უნდა ახლა დავიწყო დახურვა, მე გეტყვით რამდენი სანტიმეტრი მოვხსოვე. ძალიან თბილი ლამაზი ნაკსოვია, მე ძალიან მომწონს ეს ნაკსოვი, კიდე მოვხსოვ ერთ შავ ქუდს 27 სანტიმეტრია. 5 ნომერ ჩხირზე გადავიტანე, იმიტომ რომ ამას ცოტა გრძელი მართული აქვს და ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა თუ გინდათ ნუ გადავიტანოთ 5-ზე, თუ გინდათ 5-ზე გადავიტანოთ, მე სადღაც აი აქამდე რომ მოვხსოვე, მე გადავიტანე 5-ზე, მაგრამ დიდი მნიშვნელობა მე მგონი თვლებს შორის არ არის, არ მომცა დიდი სხვაობა. ხო, ეხლა როგორ გავიგოთ როდის უნდა დავიწყოთ ქუდის დახურვა. დააფარეთ თქვათ ქუდი, გადაკეცეთ, რა სიმაღლეზეც გინდათ რომ გადაკეცოთ და როდესაც თავთან, ანუ დააფარებთ, აი ესე მოჭიმეთ უბრალოდ და დაახლოებით მიხვდებით, აი ესე ჩანს, როდის უნდა დაიწყოთ დახურვა. თვითონ ესეც ანუ დიდი სხვაობა არ არის, ცოტა ოდნავ 1-3 რიგი გვაქვს თუ 4 მოსაქსოვი დახურვის დროს. დიდი სხვაობას არ მოგცემთ, ანუ ზუსტად როგორც კი მოარგებთ და კარგად იქნება, შეგიძლიათ დაიწყოთ დახურვა. თან დიდად ახლა ვერაფერი არ იქნება, რომ ვაიმე და დიდი მომივიდა. ცოტა გრძელი იქნება, ამას უფრო კიდე გადაკეცავთ და всё, მოერგება. ძალიან თბილი ეს არის ქუდია, ახლა აი ზუსტად ბაკურიანისთვის მოვხსოვე, იმიტომ რომ წინაზე ქუდი რო ჩავწერე, ის ცოტა თხელია, გაზაფხულის შემოდგომისთვის ნორმალურია, მაგრამ სიცივეებში, თბილისშიც კი თქვა რომ შემცივდაო და ამიტომ სქელი ძაფი ავიღე 100 გრამი 150 მეტრზე და სრულიად კარგი გამომივიდა. ეხლა რა გავაკეთებ? მოვხსოვე. ხო, ორი რიგისგან შედგებოდა ეს ჩვენი ნაკსოვი. პირველი რიგი მოვხსოვე და მეორე რიგზე ვარ. მეორე რიგზე გვახსოვს რასაც შვებით, ანუ იწყება რა? მეორე რიგზე რა შვებოდით? იწყებოდა ის, რომ ეს უკუღმა იქსოვებოდა, მერე ეს გადაქონდა, უკუღმა და ესეც გადაქონდა, ხო? აი ზუსტად იმ რიგზე ვარ მეორეზე.
და ვიწყებ უკვე თვლების მოკლებას. პირველს ეს რა არის? ხო, პირველს მოვგზავნოთ უკუღმად. ესე ჩვეულებრივ. ამას წაღმას გვსოვთ, არ გადაგვაქვს გვსოვთ, იმიტომ რომ თვლებს ახლა უკვე ვაკლებთ. აი ამ სამ თვალს უკუღმებს, სანამ ამ წაღმასთან მოვალ, უნდა ერთად მოვგზავნოთ, აი 1, 2 წაღმა თვლით. ანუ კეტავთ ხო? სამ თვალს ხურავთ. აი ესე, ხა ეს ცოტა გავაფართოვოთ, რომ მოჭიმული არ იყოს. ეხლა 1 წაღმა ეს 3 ისე ერთად 1, 2, 3 აი ესე უკუღმა თვალში. ეს წაღმა ისევ 3 თვალი მოდის. უკუღმა წაღმა 3 თვალი უკუღმა აი ეს წაღმა მოვიდეთ ახლა აი ამ მარკერამდე ზუსტად ესე 1 წაღმა 3 უკუღმა გავაკეთოთ და მოვიდეთ შეხვდეთ ისევ ერთმანეთს. მოვედი ბოლოში, ამასაც განახებთ როგორ ვაკეთებ. ეხლა უნდა მოვგზავნო წაღმა და 3 უკუღმა, ხო, მაგრამ 2 თვალი მაქვს მარკერის წინ. 1, 2 გადაგვაქვს ქსოვის გარეშე მარკერს დავდებთ. ეს მესამეც გადმოგვაქვს, ანუ უბრალოდ უკან გადაგვაქვს ეს 2. გახდა 3 უკუღმა, ხო? ეს 3 უკუღმა, რომელსაც მარკერი ყოფდა. აი ესე. მოვგზავნეთ და გავუყარეთ მარკერი ისევ მორჩა. ჩვენი პირველი რიგი მორჩა, მეორე რიგი ყველაფერს გსოვთ, ყველაფერ დაკლების გარეშე. ჩვეულებრივ სურათის მიხედვით წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა, ესე მოვიდეთ მარკერამდე, აი აქამდე. აი ესე, მოგსოვეთ? აი მოვედი თითქმის ბოლოში. მარკერი გადაგვაქვს და ეხლა რას ვშვებით? ეხლა 2 თვალს გსოვთ ერთად. ეს შემოვაბრუნოთ, რომ ლამაზად დაჯდეს. აი ესე შემოვაბრუნეთ და 2-ს ერთად გსოვ ამ წაღმას და იმ უკუღმას. აი ესე. ისე შემოვაბრუნეთ, ეს ჩვენი წაღმა თვალი. შევედით 2 ერთად. ისე შემოვაბრუნეთ, აი ესე. 2 ერთად. შემოვაბრუნეთ 2 ერთად და მოგხსოვოთ აი ამ მარკერამდე ზუსტად ამ პრინციპით. ახლა უკვე ეს მავთული უნდა ასე გამოვიტანო, თორე მივიწოვდება, თვლები მაკლდება და მავთული არ მომწონს დიდი რო არის, არ გამოდის ეს. შემოვაბრუნოთ 2 ერთად. That's ეს მოგხსოვთ? თითქმის მოვედი. ой. ეს შემოვაბრუნე უკვე წერა. თუ თქვათ, აი გეტყვით ახლა, უფრო ბევრი თვლისგან მოგხსოვეთ, ვიდრე მე. ახლა ნახოთ რა გამოვიდა. თუ თქვათ აქ ბევრი თვალი დაგჭათ, აი აქ შეგიძლიათ კიდე ერთი წრე დაარტყათ და ისევ 2 თვალი ერთად მოგხსოვოთ და უფრო შევიწროვდება. მაგრამ ჩემთვის საკმარისია, ახლა სადღაცა მოვჭრით 4 სადღაცა 15 სანტიმეტრზე მეტი არ მინდა. ესე ავიღებ ჩემს მარხად და უნდა გადავიტანოთ ეს თვლები ყველანი. ეხლა ან აქ გავუყარეთ და ესე იგი აქეთ გადმოგვაქვს. აი ესე ვიზავ და უბრალოდ გადმოტანის დროს უნდა მე მოვჭიმოთ თვლები, აი. აი ძაფი იქით არის თვლები, აი ესე. უბრალოდ გადმოგვაქვს. თუ ბევრი თვალი გაქვთ კიდევ ამბობთ, შეგიძლიათ კიდე ერთი წრე დაარტყათ და ისევ 2 თვალი ერთად მოგხსოვოთ და კიდე უფრო დაგიწაწავდებათ თვლები.
ესე. მაგრამ ეს ცოტა წვეტიანი იქნება ოდნავ. მაგრამ შეუმჩნეველი, ხე ცოტა მომრგვალებული იქნება. ესე. Всё. ჩვენი ქუდი სტანდარტულად დავამთავრეთ, როგორც ვიცით ხოლმე და ყველა ვიდეოში ვაკეთებ ამას, იგივე ხდება. აჰა, აი ესე მოვჭიმოთ. აი, წრე შეიკრა, კიდევ უფრო უნდა მოვჭიმოთ. მაგრად. ამ წრეში ჩავიდეთ, აი აქ წრე რო აქვს. და თუ არა, ისა მძაფი დავმალოთ. ესე სადღაც შევიდეთ. ესე აქეთ-იქეთ შევდივარ, მალავ ხოლმე. კარგად დამალეთ. მანამდე კარგად მოჭიმეთ, რომ ეს მრგვალი არ შეიქმნას აქ ახლა. ესე. Всё, დავამაგრე, მივამაგრე, ამას მოვჭრი. ამასაც დავმალავ მე. ესეთი გამოვიდა. მე აქეთ რო გადავკეცავს, ან აი დავამაგრებ. ავარჩევ, ან ნაცრისფერი არ მოხდება, ან მწვანე, ან ყავისფერს დავუმაგრებ, აი აქ. ესე handmade, ანუ რო გადაიკეცება. აქ უნდა იყოს აი ესე handmade, ესეთი პატალაკი არის, მაგრამ არა უშავს ამისთვის. ან შეიძლება სულაც ესე დავამაგრო. ხო, მე მგონი ეს უფრო უხდება. არც მოკლედ მე გადავწყვიტავ. აი ესე. გისურვებ წარმატებას, მეგობრებო. მოგსურვეთ ისიამოვნეთ, მე რა თქმა უნდა სიამოვნებას განვიცდი. შემიძლია გავიდე ვიყიდო ქუდი, ამაზე ადვილი არაფერი არ არის, მაგრამ მომწონს, როდესაც გსოვ და ერთგვარი გამტვირთვაა ჩემი. ვიდეოები უამრავი მიდევს ჩემს გვერდზე, რატომღაც წერენ ხოლმე, რომ მეტი ვიდეო არ გაქვთ, ანუ აი ვიდეოა, მხოლოდ ერთი ვიპოვე. ესე არ ვერ ხვდები, რატო ვერ პოულობენ. პატარა ღილაკი რო არის, მან ქსოვის შესწავლა, დაბლა ვიდეოს ქვემოთ გადადით და აჭირეთ მაგას და გადახვდეთ ჩემს გვერდზე, სადაც უამრავი ვიდეოა, 100-ზე მეტი ვიდეოა, სადღაც მე მგონი 150-მდე ვიდეო მიდევს. წერ კიდე ნაირ ვიდეოებს, რა ვიცი, იდეები, რაც თქვათ მე მინდა რომ მოვიქსოვო ან ჩემთვის ან ჩემი შვილებისთვის, იმას აუცილებლად ვიდეოს გარეშე არ ვგსოვ ხოლმე და ამიტომ მინდა ხოლმე ხანდახან მოვგსოვო, იმიტომ რომ ამის ვიდეოს წინ ჩაწერა ცოტა რთულია, მაგრამ მაინც არ წერ უთქვენოთ. მინდა რომ თქვენც გასწავლოთ, რასაც ვგსოვ მე. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს და ალბათ თქვენიცით მოგსოვეთ ისიამოვნეთ და თბილი ქუდი მოიგსოვეთ თქვენც. კარგად იხავთ.